მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა რომ შემომიერთით. კიდევ ერთი გაკვეთილი მინდა დავუთმო სხეულის მდებარეობას და სხეულის მდგომარეობას ვარჯიშის დროს, იმისთვის რომ თავიდან აიცილოთ ვარჯიშის დროს დაშავებები, იქნება ეს მყესის, წელის თუ არ აქვს მნიშვნელობა რისი. ესე იგი, ვარჯიშები, რომლებიც სრულდება ესე მუხლებზე, ან თქვათ ფეხზედ გახართ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ამ დროს, როდესაც ვაკეთებთ რაღაც გადახრებს, მაგალითად ესე გვერდით გადახრას, ძალიან ხშირად ესე გვერდულად ესე ტრიალდებიან ხოლმე, ან ესე უკნიდან გადადიან ტრიალდებიან. არა, ეს არის არასწორი პოზიცია. მენჯის ძვლები ვიცით უკვე, უნდა მოკიდოთ ხელი, ეს ტანკო უკან თუ არის წასული, გამოიტანეთ ოდნავ წინ, კიდევ ერთხელ ესე არ გადმოწიოთ, ეს კიდევ უარესია. ერთი ხაზი, ესე მუხლიდან თავამდე, ეს არის ერთი ხაზი. ნელა გამოიტანეთ წინ, ისე რომ მთელი სხეული მდებარეობდეს ერთ ხაზზე და აქედან იწყებთ მაგალითად არის გადმოხრები რო არის, ესე გვერდით მოდიხართ. ესე კი არის ხრებით, ესე კი არის ხრებით, არა ზუსტად ესე გვერდიდან გადმოდიხართ. ამ დროს წელის კუნთებს ვავარჯიშებთ ხოლმე ჩვენ ძირითადად ამ პოზიციის დროს და შესაბამისად, ეს ადგილი უნდა იგრძნოთ, გადმოიხარეთ შემჭიდროვ და გასწორდით, ესეც გაიმართა. თუ აქ არაფერი მჭიდროვდება, ესე გვერდულად გადმოდიხართ, ცხადია, რომ სულ დახარჯავთ დროს. ჯერ ეს ერთი გარდა იმისა, რომ დაიზიანებთ სხეულს. ეს ერთი მომენტი, ესე იგი, გავიგეთ ხო? ესე გაჩერდით და გადმოიხარეთ გვერდულად და გასწორდით. ეხლა კიდე რა შეიძლება ამ დროს რა შეიძლება რომ მივაქციოთ ყურადღება ესეთ პოზიციის დროს გვერდზე რო ვართ მუხლებზე რო ვართ გაჩერებული აუცილებლად მუხლები არის ზუსტად მხრების ქვეშ ერთად არ დადგათ ხოლმე ესე და აქედან მაგალითად უკან გადაწყებებს ვაკეთებთ ეს ვარჯიში გემახსოვრება, საკმარისად ხშირად ვაკეთებ ხოლმე უკან გადმოსვლა და მერე გასწორება. ამ დროს თუ კი ბარძაყები ეს კვადრიცეპსები არ არის გამაგრებული, უჭირთ და ესე მოდიან ხოლმე. ჯერ ერთი ეს არასწორია და შედეგი არ გიქნებათ და მეორეც ერთი ხერხემალში იგრძნობთ დაძაბულობას და გექნება ტკივილები, ამიტომ გადმოდიხართ იქამდე, სადამდე შეგიძლიათ გადმოხვიდეთ სწორი სხეული და ეს უნდა იყოს ერთ ხაზზე. არც ტანკო უკან, არც ესე ზედმეტად წინ გადახრილი, არავითარ შემთხვევაში დაიმახსოვრეთ ერთი ხაზი, ეს ერთი ხაზი მოდის უკან და მერე ნელა სწორდება. ყოველთვის დაიჭირეთ თქვენი სხეულის შესაძლებლობების მაქსიმუმი რა არის, იმის იქით ნუღა გადადიხართ, იმიტომ რომ ჩვენ სპორტული მიღწევებისთვის ნამდვილად აგვემზადებით, ჩვენ ვარჯიში გვინდა ჯანმრთელობისთვის და შესაბამისად ნელა ყურადღებით და ყველაფრის გათვალისწინებით უნდა ვივარჯიშოთ, ხო? კიდევ ერთხელ მენჯი წინ, ერთი ხაზი, ნელა მოდიხართ უკან და ნელა სწორდებით. ასევე, როდესაც მაგალითად ვაკეთებთ ვარჯიშებს ესე გვერდით გადმოხრები რო არის, დავუკვირდით ყოველთვის, რომ ხელი იყოს მხარს ქვემოთ და ერთ ხაზზე ან მუხლი კიდევთ, ან ესე ფეხი თუ გაქვთ გაშლილი, ეს ყველაფერი ერთ ხაზზე უნდა იყოს. სიტყვაზე ხელი წინ და ეს უკან არა. ეს გარდა იმისა, რომ არ მუშაობს, ასევე შეიძლება მხარი დაგიზიანოთ, ხელი დაგიზიანოთ, რაღაცას აუცილებლად დაიზიანოთ. და ეს ვარჯიშები რო მაგალითად გაშლა, ან გასწორება, მოხრა, არ აქვს მნიშვნელობა. თავარი არის, რომ ერთ ხაზზე უნდა იყვეთ აუცილებლად. თუ იდაყვიდებს, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად სხეული არის ერთ ხაზზე. აქ მენჯი უკან თუ გაიქცა, ისევ გაასწორეთ. ამ ვარჯიშის მიზანი რა არის? ეს წელის კუნთების გამაგრება. აქ უნდა იგრძნოთ. ეხლა მენჯი უკან თუ წავიდა, აღარაფერი აღარ გაგიმაგრებათ. ისინი რაღაცას არასწორად აკეთებთ, ხო? გააჩერეთ სხეული ერთ ხაზზე აუცილებლად. იმედია, რომ დაგეხმარათ ეს ჩემი რჩევები. თუ რამე კი
შეკითხვები გაქვთ, აუცილებლად მომწერეთ, ჩავიწერთ ვიდეოებს კონკრეტულად თქვენი შეკითხვებისთვის. და ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ ხოლმე. კარგად გრძანდებოდეთ.